ხალკიდიკზე ყველაზე აქტიური ტურისტული ზონა არის კუნძული კასანდრიას ტერიტორია. ჩვენ ჩამოვედით ამ ლოკაციაზე და დავბინავდით ერთ-ერთ პატარა უბანში, რომელსაც ჰქვია პოლიხრონო. პოლიხრონოს გარდა, რა თქმა უნდა, კასანდრიას გააჩნია კიდევ სხვადასხვა ლოკაციები. იქ გადასულები ნამდვილად არ ვიყავით, თუმცა დავათვალიერეთ ჩვენი ადგილმდებარეობა, რომელიც იყო ძალიან კომფორტული. იყო უგემრიელესი ნამცხრების მაღაზია, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ. ნამცხრების გარდა ასევე ჰქონდათ მცირედი არჩევანი მზა-საჭმელების, ძირითადად უფრო სალატები ჰქონდათ, ასევე ფუნთუშეულობის არჩევანიც და ჩვენ დავაგემოვნეთ ეკლერები, რომელსაც ჰქონდა შოკოლადის შიგთავსი და იყო საკმაოდ გემრიელი. მინდა გაჩვენოთ ლოკაცია, თუ სად არის გაჩერება სალონიკის რკინიგზის სადგურიდან მომავალი ავტობუსის. აი ეს გაჩერება, საიდანაც ჩადის გზა ქვემოთ, იქ არის უკვე სანაპირო და რა თქმა უნდა, იყოფა ორი გზა, პირველ და მეორე ზოლებად ზღვიდან, სადაც იწყება სასტუმროების განთავსება. ლოკაცია ამ ტერიტორიის არის ყველასთვის ძალიან კარგი, იქიდან გამომდინარე, რომ ახლოს იყო მარკეტი, სუვენირების მაღაზიები, რა თქმა უნდა, და თვითონ ტერიტორია იყო ძალიან მარტივი და კომფორტული, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროდან როგორც კი ადამიანი გამოვიდოდა, თუ არ იყო პირველ ზოლში და იყო მეორე ზოლში, უბრალოდ ერთი გზა ჯვარედინის გადაჭრით ხდებოდა ზღვაზე. ეს კი ჩვენი საყვარელი და კუსკუს სასტუმროა, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი.